15 ნოემბერს სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა, ცხეთა თბილისის მთავარ ეპისკოპოსმა, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ საკვირაო ლიტურგია ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში აღავლინა. მსახურებაში ახალქალაქისა და კუმურდოს მიტროპოლიტი ნიკოლოზი, ვანისა და ბაღდადის მიტროპოლიტი ანტონი, სხალთელი მთავარ ეპისკოპოსი სპირიდონი, მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსი მელქისედეკი და სხვა სასულიერო პირები მონაწილეობდნენ. დღევანდელ საკვირაო ქადაგებაზე საქართველოს პატრიარქმა მსოფლიოში ბოლო დროს მომხდარი ტერაქტების შესახებ ისაუბრა. მწუხარება გამოუცხადა გარდაცვლილთა ოჯახებს და დაალოცა ისინი. საქართველოს პატრიარქმა უფალს ახლად შესვენებულთა ცხონება და დაჭრილთა გამოჯანმრთელებას შესთხოვა. ასევე მრევლს მისცემლს ეკურთხევა, რომ 40 დღის განმავლობაში ყოველდღე სახარების ერთი თავი წაიკითხონ. სახელითა მამისათა და ძისათა და წმინდისა სულისათა, ჩვენთან არს ღმერთი, უფალმა ძალიერსათვის მოსცეს, უფალმა აკურთხოს ერისთვის მშვიდობით. ჩვენ შევთხოვთ უფალს, რომ ძალა ღვთისა და მშვიდობა ღვთისა სუფევდეს საქართველოში და მთელ მსოფლიოში. ჩვენ ცხოვრობთ იმ დროს, როცა სიკეთე და ბოროტება ებრძვიან ერთმანეთს. ეს მუდამ იყო, მაგრამ ამ ბოლო პერიოდში, ბოლო წლებში და ასწლეულებში ეს გაძლიერდა. ჩვენი დიდი პოეტი ამბობს, როცა ძლია კეთილმა, არსება მისი გრძელია. და ჩვენ შევთხოვთ უფალს, რომ კეთილმა ზლიოს ბოროტსა. ბოროტი გამოვლინდება ძალიან ხშირად ადამიანის ბოროტინების ყოფით. აი ამ ბოლო დროს გამოვლინდა, თქვენ იცით, აფეთქება მოხდა თვითმფრინავის. ასევე ჩვენ უთანაგრძნობთ საფრანგეთის მოსახლეობას. იქ მოხდა მრავალი სხერპლი და ჩვენ ვლოცულობთ მათთვის. არიან ისეთი ადამიანები, რომელნიც ამას მიაწერენ რელიგიას, მუსულმანურ რელიგიას, მაგრამ სინამდვილეში რელიგია არაფერს შუაში არ არის. ადამიანი თავის ბოროტებას გამოავლენს და ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ეს ყველაფერი დამშვიდდება, დაწყნარდება. ისევ იზეიმებს სიკეთე და სიხარული, როგორც ამბობს შოთა რუსთაველი, არსება სიკეთისა და სიხარულისა გრძელია, მეტია.
ჩვენ შევთხოვთ უფალს, რომ ეს აღარ განმეორდეს არსად. ხალხი ლოცულობს მშვიდობისათვის და მე გაძლევთ როცა კურთხევას, რომ 40 დღის მანძილზე ყოველ დღე წაიკითხოთ სახარების ერთი თავი, რომ მშვიდობა იზეიმოს ჩვენში და სოფლიოში. ღმერთმა დალოცოს ის ადამიანები, აცხოვნოს ის ადამიანები, რომელნიც დაიღუპნენ და ღმერთმა ჯანმრთელობა მისცეს იმათ, ვინც დაჭრილია. ჩვენ ვიზიარებთ ოჯახების დაზარებული ოჯახების წუხარებას. ღმერთმა დაგლოცოთ და გაგახაროთ. ჩვენთან არის ღმერთი. დღეს ჩვენ ვლოცავთ რამდენიმე ოჯახს. ილოცებიან ხომერიკები, ყარყარაშვილები, სუარიძეები, სვარიძეები, სუარიშვილები და ლეთოდიანები. ასევე ილოცება 99 საჯარო სკოლა. აქ ბრძანდება დირექტორი ქალბატონი ნინო მესხიშვილი და ასევე ილოცებიან ამავე სკოლის მასწავლებლები და მოსწავლეები. ღმერთმა დაგლოცოთ, გაგახაროთ, გაგაძლიეროთ, გაგამრავლოთ სახელითა მამისათა და ძისათა და წმინდისა სულისათა. ამინ.